დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 21 ივლისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. მეორე ფრონტის საფრთხე და შანტაჟი ვიზა ლიბერალიზაციით. ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც პოლიცსაბჭოს სახელით გაკეთდა, ამ დრომდე რჩება პოლიტიკური შეფასებების თემად. მმართველ გუნდში კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გლობალურ ძალებს ისევ აქვთ და ეს საფრთხე ახლა უფრო მძაფრია ვიდრე ოდესმე. აბსურდად მიიჩნევენ დასავლეთის მხრიდან საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის სურვილს ოპოზიციაში და ქართული ოცნების პოლიტიკას კაცრად აკრიტიკებენ. არსებული გეოპოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე, კვლავ ძალაში რჩება მეორე ფრონტის გახსნის იდეა და ეს არის რეალური. ჩვენ ნახეთ, რომ თუ როგორი შანტაჟით, როგორი მუქარით, როგორი რიტორიკით გვესაუბრება ევრობიუროკრატები ევროპიდან. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის ცნობილია, იმიტომ რომ დიდი ხანია საქართველოსი ამ ლოგიკით მუშაობენ. მათი ერთადერთი მიზანი არის, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა და ამ დესტაბილიზაციის შემდეგ მოიყვანონ თავიანთი სასურველი ხელისუფლება. როდესაც ქართული ოცნება საუბრობს დაანონსებულ მშვიდობაზე და მათი საარჩევნო ყველაზე მთავარი დაპირება არის მშვიდობა, ეს არის ტყუილი, რომელსაც ისინი ამბობენ, იმიტომ რომ მშვიდობის მაგივრად ჩვენ მივიღეთ ძალადობა და ევროპული მომავლის გაუქმება ჩვენს ქვეყანაში. ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს განცხადება პირდაპირ პასუხი არის იმ შანტაჟზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტარებისა თუ სხვადასხვა ევროპოლიტიკოსებისგან. ჩვენ გვაქვს იმის ლეგიტიმური უფლება, რომ ქართული ხალხის სახელით ვისაუბროთ და გავცეთ პასუხი იმ მოთხოვნაზე, რაც ომში ჩართვას გულისხმობს. ომში ჩართვის რისკი და საომარი დღის წესრიგი, როგორც არასდროს ისე აქტუალური არის. ევროპარლამენტისა თუ ევროინსტიტუციების შემადგენლობა მობილიზებული არის, როგორ გაამძაფროს საომარი დღის წესრიგი. 4 ოქტომბრის არჩევნები, როგორც ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი, ბარიერ გადალახული პარტიებიდან 2 ბოიკოტს ემხრობა, 2 კი საარჩევნო მარათონში ჩასართავად მზადაა. ხელისუფლების ოპონენტთა შორის ასხთა სხვადასხვაობა 19 ივლისის აქციაზეც გამოჩნდა. ბოიკოტში მყოფებმა არჩევნებში მონაწილე ყოფილ კოლეგებს პროტესტი რუსთაველის გამზრდეც გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ გაამხილეს გეგმა ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში. ოპოზიციაში დაპირისპირება მოულოდნელი არ არის. ქართული ოცნებისთვის მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ შემოდგომაზე ისინი მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. სამწუხარო არის ის, რომ ამ ერთობას და ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს ზურგი შეაქციეს ლელოს და გახარიას წარმომადგენლებმა. გადაწყვიტეს რა, რომ დაეხმარონ არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას და მათ მიანიჭონ ერთგვარი ლეგიტიმაცია. გამოდის, რომ ისინი ფაქტობრივად თამაშობენ არალეგიტიმური ქართული ოცნების თამაშს. ამიტომ შედეგებზეც თავად იქნებიან პასუხისმგებლები. ჩვენ ხედავთ, რომ კვლავ გრძელდება დესტრუქციულ ოპოზიციაში დაძაბული პროცესები, ასევე არსებობს გარკვეული სახის დაბნეულობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის როგორც ჩანს ჯერ არ მიუციათ კაფეო დავალება უცხოეთიდან თუ რა უნდა გააკეთონ თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც მმართველი გუნდისთვის და არც საარჩევნო პროცესისთვის. არჩევნების ლეგიტიმაციას ანიჭებს ქართული საზოგადოება, რაც კაფეოდ არის გაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება შემდგომი არჩევნებიც, 64 მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდი აპირებს დამაჯერებლად გამარჯვებას. მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო თემებზე. ცესკოს მიერ ორგანიზებული შეკრება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გახსნეს. მონაწილეებმა 2 დღის განმავლობაში განიხილეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგები და სხვა. აქცენტი გაკეთდა საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაზეც. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოსამართლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ უკანასკნელი საკანონმდებლო თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის დონეზე მიღებული ნორმატიული ბაზის შესახებ, ისევე როგორც ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და ამასთანავე ვიმსჯელოთ იმ საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო მეტად მიახლოებული არის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. ვფიქრობ, რომ უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ეს შეხვედრები, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იმართება, არის ოურმხრივად პროდუქტიული, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ისე ჩემი კოლეგებისთვის, მოსამართლეებისთვის, რათა სათანადოდ სწორად აღსრულდეს მართლმსაჯულების პროცესი. საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ოკუპანტებმა ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს. რეგიონებში აფეთქებების ხმა ისმის. დარტყმები იყო კიევზე. დაზიანებულია მეტროსადგური ლუკიანოვსკაიას შესასვლელი. არსებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, ამდენივე დაშავდა. აფეთქებების ფონზე უწევთ მუშაობა მედიკოსებსა და მეხანძრემაშველებს დარნიცკის, დნიეპროვსკის, სოლომენსკისა და შევჩეკოვსკის რაიონებში. სირიის სუვეიდის რეგიონში შეიარაღებულ კონფლიქტს 1120-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ გაავრცელა. ყველაზე მეტი დაღუპული დრუზებს შორისაა. კონფლიქტი სირიაში ერთი კვირის წინ გამწვავდა. ადგილობრივ ბედუინებსა და დრუზ მებრძოლებს შორის შეტაკებები დაიწყო. სირიის მთავრობამ სიტუაციის დეესკალაციისთვის კონფლიქტის ზონაში ჯარი გადაისროლა, თუმცა როიტერი წერს, რომ სამთავრობო ძალები დრუზებზე ძალადობდნენ. საპასუხოდ ისრაელმა სუვეიდასა და დამასკოში განლაგებული სირიის სამთავრობო ძალები დააბომბა. სირიის პრეზიდენტმა მხარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. და კვლავ საქართველოს უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთიდან დევნილებისთვის. ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებმა ჩაფიძის გულის ცენტრში კარდიოლოგიური კვლევის სრული მომსახურება მიიღეს. უფასო კვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრონალობთ, რომ მივდივართ, ანალიზებს ვაბარებთ, დღეს ვარ ჩაფიძეზე და თუ იქნება ასეთი ღონისძიებები ძალიან კარგია. დიდი მადლობა ჩვენ მთავრობას. აფხაზეთიდან დევნილებს უტარდებათ სრული კარდიოლოგიური კვლევა, აბსოლუტურად უფასოდ. დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო კლინიკის მიმართ, ხელმძღვანელობის მიმართ, ექიმების მიმართ. მეც ვიტოვებ, რომ სხვა კლინიკების მიმართავენ მაგალითს. კონცერტი დასრულდა ქობულეთის ცენტრალურ პარკში ზაფხულის ფესტივალის აღნიშვნა. დამსვენებლებისთვის სცენაზე ადგილობრივი და მოწვეული ბენდები გამოვიდნენ. მანამდე კი იყო კოსტიუმირებული მსვლელობა, დრამების შოუ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სეზონს ქობულეთი განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ქობულეთამდე ანალოგიური საღამო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა. ძალიან სასიამოვნოა და მეგობრებთან ერთად მართლა ძალიან კარგ დროს ვატარებ. ძალიან კარგი გარემოა და ძალიან კარგად ვერთობით, კარგი სეზონია და ასე გავაგრძელებთ. ამ ადამიანებთან შეხვედრა არის დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ ეს ადამიანები განსაკუთრებით ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, სიყვარული, სითბოთი სავსეები არიან და ერთმანეთსაც ჩვენს ჯუქნიან საოცარ დადებით ემოციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის. ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში წარმატებით შედგა, ძალიან აქტიური პროგრამა ჰქონდა. ქობულეთის ფესტივალის მთავარი მიზანი არის ერთის მხრივ აქ მყოფი ვიზიტორებისთვის და ადგილობრივებისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნა, საზაფხულო განწყობის შექმნა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ქობულეთის როგორც ტურისტული მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაცია. გვიან ღამემდე გაგრძელდა კონცერტი კასპის ცენტრალურ მოედანზეც. ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ქრისტინე იმედაძემ და სხვებმა იმღერეს. შესრულდა არაერთი ცნობილი ჰიტი. ძალიან კარგი სიტუაცია არის, მომეწონა ძალიან. იმედია მომავალში ძალიან ესეთ კარგ ღონისძიებებს დავესწრებით. ძალიან ბედნიერები ვარ, ძალიან გვიხარია ანრი ჯოხაძე ჩამოვიდა ჩვენთან. გაგვაბედნიერა, გაგვახარა და მადლობა ყველაფერთვის. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rusthavi2.gi შეგიძლიათ.